ერთვე დაგლოცოთ ვიფროსო რადიო მსმენელებო. ჩვენს ურთულეს დროში მთავარი ჩვენი საკითხი, როგორც მშობლებისა, როგორც მასწავლებლებისა, მოძღვრებისა, მოქალაქეებისა ზოგადად არის ჩვენი შვილების მომავალი, ჩვენი შვილების აღზრდის საკითხი და ამ კუთხით გსურს დღეს კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ჩვენი მსმენელის ყურადღება. ვინაიდან უმნიშვნელოვანესი საკითხია, როგორი იქნება ჩვენი მომავალი და პირდაპირ დაკავშირებულია ის მართებულ აღზრდასთან, იმ მართლმადიდებლურ სულისკვეთებასთან, რომელსაც გვთავაზობენ წმინდა მამები და სწორედ წმინდა მამათა თხზულებებს დაყრდნობით გსურს აი ამ საკითხის გაშუქება, ზოგიერთი რჩევა დარიგების მოსმენა, რათა გულისყურით მოვისმინოთ და მივიღოთ ის, რასაც გვასწავლის დედა ეკლესია, რათა კიდევ უფრო ავიცილოთ ის უამრავი პრობლემა, რომელიც გაჩნდა ჩვენს ურთიერთობებში შვილებთან და ზოგადად საზოგადოებასთან. დავიწყოთ იმ მარტივი არგუმენტიდან, რასაც ქვია შვილების აღზრდის საკითხი, როდესაც ნერგს ადარებენ წმინდა მამები, რომელსაც გადაჭარბებული მორწყვის შედეგად შეიძლება დავალბოთ ეს ნერგი, ხოლო თუ მივაკლებთ წყალს, ასევე შეგვიძლია მივიღეთ საპირისპირო საზიანო სიტუაციას. ზოგიერთი მშობელი, მაგალითად ვიცით, რომ ისე ნაზად რაღაც რბილად ზრდის თავის შვილებს, რომ არ სურს რაღაც დანაშაულის გამო მათი დასჯა და ნებას აძლევს უშიშრად რაღაც თავნებობით იცხოვრონ. ეს არის ერთი უკიდურესობა, რასაც ქვია გადაჭარბებული, ესე იგი მორწყვა აი ამ ნერგის. სხვები უზომო მრისხანებით ზრდიან და კი არ სჯიან, არამედ რაღაც საკუთარ მრისხანებასა და აი ამ ძვინვარებას ანთხევენ ხოლმე ამ მოზარდებზე და ერთნიცა და მეორენიც, ესე იგი, უნდა ვიცოდეთ, რომ სცოდავენ ღვთისა და ბავშვის წინაშე. ზედმეტობა ყოველთვის მანკიერება, ასე გვასწავლიან წმინდა მამები და უგუნური სიმკაცრე, ასევე შემწყნარებლობაც გადაჭარბებული ყველაფერში, რა თქმა უნდა, არის დასაგმობი. ერთს, ესე იგი, ჩვენ მოდუნებისკენ და თვითნებობისკენ მივყავართ, ანუ გახსნილებისკენ და აშკარა დაყუპვის გზა არის, როდესაც ეგოცენტრული მეზი არის ორიენტირებული უკვე ბავშვი. მეორე, სევდა გაღიზიანება, მოწყენილობა წარმოშობს მათში და ეს კიდევ მეორე უკიდურესობაა. ყველაფერში ზომიერება და საშუალო გზა არის ყოველთვის ქებული, რასაც წმინდა მამები უწოდებდნენ სამეუფო გზას. ესე იგი, როგორც კი სწავლების გაგებას უკვე შეძლებენ, მაშინვე უნდა ვასწავლოთ მათ, ვასვათ მათ, როგორც წმინდა ტიხონ ზადონელი ამბობს, კეთილმსახურების რძევ. ანუ გავაგებინოთ ღვთის შესახებ, ვინ არის ღმერთი, რომელიც გვწამს, რომ ვიხსენებთ მის სახელს, ვაღიარებთ, ვევედრებით, ვინ არის ქრისტე, როგორ უნდა ცეთ მას თაყვანი, საერთოდ რისთვის ვიბადებით ამ ქვეყნად, რისთვის ვინათლებით, რას მოველით სიკვდილის შემდეგ. უნდა ვასწავლოთ, რომ ამჟამინდელი ჩვენი ცხოვრება სხვა არაფერია თუ არა გზა, რომლითაც მარადიულობისაკენ მივდივართ ჩვენ და არის კეთილი მარადიულობა, არის ბოროტი, შეგვიძლია ესეთნაირადაც აუხსნათ ბავშვს. ანუ ბავშვს უნდა შთაენერგოს აზრი, რომ თავის გადაწყვეტილებას, როდესაც იღებს და ეს თავის საქციელში, დავანახოთ მას თავისი პასუხისგებლობის წილი. რომ შეიძლება დაფაროს რაღაც თავის მშობლებისგან, მაგრამ ყოვლის ხედველი უფლისაგან დანაშაულის დაფარვა არის შეუძლებელი. და სწორედ ეს სულისკვეთება აღვივებს ბავშვში იმ ღვთისათნო ცხოვრების წესისაკენ ტოლვას, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ბავშვების ცხოვრებაში. რადგან აი ამ ყველაფერს ჩვენ ვტოვებთ სიკვდილის ჟამს, რაცაც ქვია აი ამ ქვეყნიური
ყოველივე ცხოვრება, მაშინ მთავარი საზრუნავი ყოველთვის უნდა იყოს შთანერგული ბავშვი, რომ მთავარი არის არა მხოლოდ გარეგნული ბავშვის მოწესრიგება, არამედ მისი სულიერი აღზრდა, მისი მარადიულობისაგან ლტოლვა, განხთოება. და სწორედ რომ აი ამ ესეთი საქმეებით, რასაც ქვია საწმნოებრივი საქმეები, ჩვენ მივახცევთ აი ამ შედეგს. ესე იგი, ამ ცხოვრებისათვის, როდესაც ვიბადებოდით, ჩვენ მაშინ სამუდამოდ აქ უნდა ვრჩებოდეთო, ამბობს წმინდა მამა, მაგრამ საპირისპიროს ხედავთ, ჩვენ ვიბადებით სხვა ცხოვრებისათვის, ხომ? და აი ამ ცხოვრების გზაზე იმისთვის ვდგებით, რომ იმ ცხოვრებასთან მივიდეთ. და ეს ყველაფერი თავიდანვე უნდა შევთავაზოთ ყმაწვილებს, რომ სდასთან ერთად ღვთის შემეცნებამდე, ქრისტიანულ მოვალეობის, ასოების შეცნობამდე მივიდნენ. და როცა ჩვილი გული ასე აღიზრდება, მის სასიკეთო განვითარებას უნდა ველოდოთ და როგორც ბოროტება, ესევე სიკეთე ყმაწვილის გულში ძლიერად იდგამს ფესვებს და რასაც ბავშვობაში ჩვენ ვასწავლით, იქნებოდ დასრულ ასაკშიც იგივე სიტუაციაში ვართ ხოლმე. აი იმავე ნაყოფს გამოიღებს ის. და თუ ვასწავლით კეთილს, შესაბამისად მისი ნაყოფი შედეგი ჩვენი მუშაკობისა იქნება კეთილი და ჩვენ აღვზდით კეთილშობილ შვილებს, რომლებიც იქნებიან სათნო როგორც ოჯახისა, ისე ღვთისათვის. და პირიქით, თუ აი ამას ჩვენ მივაკლებთ და იმ ორუკიდიროსებაში ვაცხოვრებთ ბავშვს, ცხადია, ჩვენ ვეღარ მივიღებთ ვერანაირ დადებით შედეგს. როგორც წმინდა წერილი ამბობს, ხომ, დასაბამი სიბზნისა არის შიში უფლისაო, ხო? დასაწყისშივე ჩვენ ყმაწვილის გულებში ღვთის შიში უნდა დავნერგოთ და ამისთვის საჭიროა ხშირად შევახსენოთ ბავშვს, რომ ღმერთი ყველგანა, ყველა ადამიანთანა ხედავს, რასაც კაცი აკეთებს, ფიქრობს, ესმის, რასაც ადამიანი ამბობს. როგორც მართლებსა და კეთილ ადამიანებს მიაგებს სიკეთისავებ, ისევე შეუძლია ცოდვილებისა და ბოროტმოქმედების დასჯაც. ეს ყველაფერი ბავშვში ძალიან სასიკეთოდ მოქმედებს და როდესაც წმინდა მამები გვთავაზობენ ჩვენ ბავშვის აღზრდის მეთოდიკას, ყველგან არის საუბარი სწორედ აი ამ უდიდეს ყურადღებაზე. ანუ მებაღეს ადარებს მშობელს წმინდა მამები ხშირ შემთხვევაში. აი ამ ახალგაზრდა ნერგთან მიმართებაში დამოკიდებულება ყოველთვის უნდა იყოს ძალიან დიდი ყურადღებით. იმიტომ რომ როგორც ახალ დარგულ ნერგს ძმათა დანო საჭიროება ზრუნვა, მზრუნველობა, ხომ, რო არ გადატყდეს იქ დაუსვამ და ჯოხი, რომ შეიძლება ამ ჯოხთან მიაბაკიდეთ ესეთო, რათა არ გადატყდეს, ხო? რისი მანიშნებელია ეს, რომ ბავშვს ჭირდება ბავშვობიდანვე ეს ყურადღება, ესეთი მხარდაჭერა სულიერი, რომ ნერგი ან ქარმა არ მოაგდოს, აგრეთვე აჭრის, ესე იგი, ზედმეტ ყლორტებს, ხომ? და ქარში წმინდა მამები ასევე გულისხმობენ განსაცდელებს, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში მოდის და აი ესეთი დამოკიდებულები ჩვენ უკვე ბავშვში იმ მყარ პრინციპებს ვნერგავთ, რომელიცაც ესე იოლად განსაცდელის ჟამს უკვე აღარ წაიქცევა, აღარ გადატყდება. იგივე ითქმის ყლორტების მოძრაზე, რომ მათ ნერგი არ დააზიანონ, ხო? თქვენს ასევე გვეუბნება წმინდა მამა ტიხონ ზადონელი, რომ მოიქეცით თქვენს მცირეწლოვან შვილებსო, ესე იგი მათი გულებიო ღვთის შიშს მიამშვალეთო, რომ ის სატანური ხრიკების ზემოქმედებით არ შეიყვნენ და კეთილმსახურება არ დაკარგონო, ხომ? და მოკვეთეთო, ესე იგი მათში ეს ამოყრილი ვნებები, ხომ? ეს ყლორტები სწორედ ამას ნიშნავს, რომ არ გაიზარდონ, არ დაეუფლონ მათ და არ მოკლან შინაგანი ის ახალი კაცი წმინდა ნათლისღებით შობილი, რათა მივიღოთ შესაბამისი სასურველი შედეგი. ასე ვხედავთ, რომ როდესაც ბავშვები იზრდებიან, ვლინდება მათთან ერთად იზრდება, ესე იგი, ეს ცოდვიანი ვნებები, როგორც ხის უვარგისი ყლორტები. ამიტომ იმისათვის, რომ ეს უჟულო ყლორტები არ გაიზარდონ ძმათა დანო და არ ავნონ, რა თქმა უნდა, არ დაყუპონ ადამიანი, წმინდა ნათლისღებით გამბანილი, აუცილებელია მათი დასჯაც კი, ოღონდ ეს დასჯა უნდა იყოს, რა თქმა უნდა, სიყვარული და არ უნდა იყოს ეს როზგი და
რაღაც სისასტიკის გამოვლინება, მაგრამ ყველა დროში, ყველა ასაკში თავისებური, ესე იგი, სიმკაცრე მაინც გმართებს ბავშვის მიმართ, შეიძლება ეს იყოს რბილი შენიშვნა, შეიძლება მერე შემდეგ გამკაცდეს, რათა მან კალაპოტი დაიმკვიდროს და სწორ მართებულ გზით იაროს. წმინდა იოანე კრონშტანტელი უდიდესი მოღვაწე მე-20 საუკუნისა ესე დარიგებას გვაძლევს, რომ მშობლებო და ამსდელობო ყოველი ღონე იხმარეთ, რომ წინ აღუდგეთ ბავშვების კაპრიზებს, არადა ისინი მალე დაივიწყებენ თქვენ სიყვარულს, გულს სიძულვილით აავსებენ და დაკარგავენ წმინდა უზაკველ მხურვალე სიყვარულს, ხოლო როცა წამოიზრდებიან, წარეთ გისაყვედურებენ იმის გამო, რომ სიყმაწვილეში ზედმეტად ანებივრებდით მას. კაპრიზი გულის გაბუჭების ჩანასახია, გულის ჟანგია, სიყვარულის ჩილია, ბოროტების თესლია, საძაგელია უფლისათვის. სწავლების ძალიან საზიანოა მხოლოდ გონების განვითარება და გულის უყურადღებობის დატოვება, ყველაზე მეტად გულს უნდა მივაქციოთ ყურადღება და საზოგადოება სწორედ ქრისტიანული აღზრდის უკმარისობის გამო გაიხსნაო. დროა ქრისტიანებმა გაიგონ, რა სურს უფალს ჩვენგან, მას წმინდა გულის სურს ნეტარიყვნენ წმინდანი გულითაო, ამბობს წმინდა იოანე კრონშტანტელი. ესე იგი რა სწავლებას გვთავაზობს აქ უდიდესი მოძღვარი, რომ მთავარი, ესე იგი, ბავშვის აღზრდაში არის, რომ ის კაპრიზი, რომელიც მასში არსებობს და ეს მუდმივი სხვადასხვა ეს ჩვილობიდანვე ჩანს ბავშვის ცხოვრებაში რაღაც ეგოცენტრული მიდრეკილებები. ჩვენ ეს უნდა მოვკვეცოთ, ანუ თუ ამას ჩვენ დროულად არ ვაკეთებთ, მერე იწყება უფრო მეტი პრობლემები. ანუ რას ამბობს, ნახეთ, როდესაც სიყმაწვილეში ზედმეტად ანებრივებო, ესე იგი აკეზებო, კაპრიზები მერე ჩაისახება გულშიო და ამის შემდეგ ეწყება მას პრეტენზიები უკვე და პირდაპირ შეიძლება დაივიწყოს კიდეცო ეს თქვენი სიყვარულიო. ანუ ჩვენ რო ზედმეტი სიყვარული ვითომ გამოვამშღავნეთ და ყველაფრის უფლება მივეცით ჩვენ შვილებს ჩვილობიდან, ხო? შემდეგ ეს ვნებად იქცევა და ამის შემდეგ ის იმ სითბოს, იმ სიყვარულს, რომელიც ჩვენ თითქოს და დავთესეთ ბავში და გაუგონარი თავხედობაც არის ცხადია იმ ბავშვის მხრიდან, როდესაც ამას აკეთებს, მაგრამ თვითონ ჩვენ განვაპირობეთ ეს სიტუაცია, ესე იგი როგორც ჩანს და უკვე ეწყება ბავშვს აგრესია იმ მშობლის, იმ აღმზრდელის მიმართ, რომელმაც აი ესეთი ვნება ჩამოაყალიბა მასში. ასევე ფილარეტ მოსკოველი წმინდა მიტროპოლიტი ესეთ რამეს ამბობს, რომ სიმართლეა, რომ აწინდელი აღზრდა თავნობობისკენ განაწყობს, მე ხშირად მაგვირებს რა მედიდურობით და დამოუკიდებლად იქცევიან მცირეწლოვანი ბავშვები მშობლების თანდასწრებით და მშობლები თითქოს ვერც ბედავენ შეეხონ მათ. აი იგივე სულისკვეთება აბსოლუტურად რამდენჯერ შეგვინიშნავს ეს ჩვენ საკუთარ თავში, შეგვინიშნავს სხვებშიც, რომ როდესაც ეს გაუთავებელი არამართებული ზრუნვის შედეგად ჩვენ ვიღებთ გაფუჭებულ თაობას და დროაო, ესე იგი, როგორც ამბობს წმინდა იოანე კრონშტანტელი, ესე იგი ქრისტიანებმა გავიგოთო რა სურს უფალს ჩვენგან და რა სურს გული წმინდა, ხო, სული წმინდა და ჩვენ ამას კი არა პირიქით გარყვნილებას ვთესავთ ჩვენი სირაქლემას პოზიციით, რომელიც ხშირად გვიკავია. საინტერესოა წმინდა მაკარი ობდინელის დარიგებებიც. ის ბრძანებს, რომ აწინდელ დროში ძნელია დაიცვა სიყმაწვილე თავისუფალი აზროვნების ბობოქარი ნაკადისაგან. ფაქტიურად ეს მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში ნათქვამი. თუნდაც როგორი აქტუალურია დღესაც, ხო? აი ნამდვილად ეს ბობოქარი ნაკადივით არის ეს ვითომ და თავისუფალი აზროვნება. დღეს ამას საერთოდ პიკი შეგვიძლია უწოდოთ, რომელიც მთელ დედამიწაზე იღვრება და უწმნოებით დაბნელებულ ადამიანთა გონებას მღრიე წყლებში ძირავსო. და ნამდვილად ასია, ხო, ბავშვი მოზარდი შემდეგ იწყებს სკოლაში, შემდეგ უმაღლესში სწავლობს და მუდმივად ეუბნებიან, რომ შენ გაქვს ამისი უფლება, იმისი უფლება.
მაგრამ რა პასუხისგებლობა და რა ვალდებულებები აქვს მშობლების წინაშე, უფროსების წინაშე ნაკლებად არის ამაზე გაკეთებული აქცენტი და შესაბამისად ჩვენ ვიღებთ იმას, რაც უკვე მივიღეთ ფაქტიურად ის სავალალო მდგომარეობა აღზრდის კუთხით. მაგრამ თქვენ ღვთის შეწევნით ბავშვების გულებში მართლმადიდებლური აღმსარებლობის თესლი დათესეთო. დაარწყულეთ ისინი ღვთის შიშით, რომელსაც უფლის მცნებების აღსრულების საშუალებით მიყავს სიყვარულისკენ, კეთილმსახურების თესლი, მათი გულების ჩვილ ნიადაგზე რომ დაეცემა, შესაძლოა დროთა განმავლობაში სიწმინდის ნაყოფიც გამოიღოს და მართლმადიდებლური წმენის სიმტკიცითაც გამოირჩეოდესო. ეცადეთ არ დაუშვათ, რომ მათ ჭეშმარიტების საწინააღმდეგო წიგნები იკითხონონ. ანუ ჭეშმარიტების საწინააღმდეგო წიგნები ეს არის ის ცრუ სწავლებები, ცრუ შეხედულებები, რომლებიც ესოდენ მომრავლდა ჩვენს ირგვლივ. ამის კითხვა ბავშვობაში არის საზიანო, შემდეგ როდესაც ადამიანი ყალიბდება კარგად მართლმადიდებლურ წმენაში ძმაუნდადანო და აქვს უკვე პრინციპული მკაცრი ხედვა და მსოფლმხედველობა ჩამოყალიბებული თავისი სწავლების, ანუ მართლმადიდებლური სწავლებისამებრ, შესაბამისად ცხადია მაშინ უკვე შეიძლება ესეთი კრიტიკის მოსმენა, მაგრამ ვიდრე ამას გავაკეთებდეთ ჩვენ აუცილებელია რომ ჯერ გამყარდეს ბავშვი მოზარდი სარწმუნოებაში, რომელიც ჩვენ გვიპყრია ჭეშმარიტება და შემდეგ უკვე კრიტიკული შეფასების უნარიც ვასწავლოთ. თქვენთვის საკმარისიაო, ამბობს კიდევ ერთი წმინდა მამა ამბროსი ოპტინელი, რომ იქნება თუ კი იზრუნებთ იმისათვის, რომ შვილები ღვთის შიშით აღზარდოთ, შეაგონოთ მართლმადიდებლური სწავლება, კეთილგანზრახვები, დამოძღვრით შემოზღუდვით მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უცხოცნებებისაგან. აი რაზეც ვისაუბრეთ ჩვენ, ხო? საუკუნებით დამტკიცებული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ჯვრის ნიშანს დიდი ძალა აქვს ადამიანის ნებისმიერი მოქმედებისას და მთელი მისი ცხოვრების მანძილზე. ამიტომ აუცილებელია იზრუნოთ, რომ ბავშვებმა შეითვისონ პირჯვის ხშირად გამოსახვის ჩვეულება, განსაკუთრებით საჭმელ სასმელის მიღების წინ, ძილად მისვლის, ლოგინთან ადგომის და გამგზავრებისას, სადმე შესვლისას ან გამოსვლისას, რომ ბავშვებმა პირჯვარი გამოისახონ. აქ ჩვენ ხედავთ აი ამ მნიშვნელოვან დარიგებას, რომ კარგი იქნება თუ ბავშვს ჩვენ პირჯვის გადასახვას ვასწავლით და დავამატებდით, რომ აი ამ პირჯვის გადასახვასთან ერთად ნელ-ნელა უნდა ვასწავლოთ ლოცვებიც, ხო? მამაო ჩვენო, წმინდაო ღმერთო, ღვთისმშობელო გაწოლო, ძილად ადგომის მისვლის ლოცვები, ნელ-ნელა უნდა ვასწავლოთ წამსიც და აი ესე ეტაპობრივად ჩვენ ბავშვებში ლოცვის სიყვარული უნდა გავაღვივოთ. სხვაგვარად ამისი მიღწევა და სიმიღწევაც გსურს აი ამ ჩვენს დროში ძალიან რთული იქნება. და უნდა გითხრათ, რომ ზოგიერთი ფიქრობს, რომ ბავშვებისთვის ძალიან ძნელია ლოცვა. პირიქით, ძმაუნდადანო, ბავშვებს კიდევ უფრო მეტად უხარია ლოცვა, ვიდრე დიდებს, იმიტომ რომ ბავშვის გული განსაკუთრებულად სუფთაა და უფრო იოლად აღეკვავს. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობთ იმ დიდ კანონებზე და წესებზე, რომელიც დიდმა უნდა შეასრულოს, მაგრამ თვითონ ეს პატარობიდანვე თუ ამას განახორციელებს მშობელის თავის შვილთან მიმართებაში, იოლად დაინახავს აი ამ სიტყვების მართებულობას. წმინდა მამები ასევე გვასწავლიან, რომ შვილების, ესე იგი, აღზრდა ფაქტიურად ჩასახვიდანვე იწყებაო, ანუ დედის მუცლიდან კი იწყება და ამიტომ ხშირად წმინდა მამები ამასაც გვირჩევენ, რომ როდესაც ქალი არის ფეხმძიმედ, მაშინ მას ურჩევენ, რომ მოусმინოს გალობები, თავად იყოს ლოცვის განწყობაში, ნაკლებად იყოს სტრესული მდგომარეობა, თუნდაც ურთიერთობებში მეუღლესთან, თუნდაც ეს აგრესია, კივილი, მწუხარება, ყოველივე ეს ცხადია ბავშვი უკვე ჯერ კიდევ ჩვილობაშივე აისახება ბავშვზეო. შემდეგ ცხადია კიდევ უფრო მეტად აისახება ის, როდესაც ბავშვი უკვე იბადება და როდესაც ჩვენ კიდევ ვფიქრობთ, რომ ბავშვს არაფერი არ ესმის ამის შესახებ და წარმოდგენა არ აქვს, ჩვენ ვცდებით ყველა ის აგრესიული დამოკიდებულება, ყვირილი, ხმამაღალი, არა სასურველი ურთიერთობები მეუღლებს შორის, ზოგადად ოჯახში ყველაფერი ეს
ძალიან დიდ ტკივილს აყენებს ბავშვს და ფსიქიკაზე დიდ ზეგავლენას ახდენს. ეს არის არა მარტო ეკლესიის წმენდანო, არამედ ზოგადად აღმზრდელობითი საკითხის განხილვის სფერო და ყველა ფსიქოლოგები თუ ფილოსოფოსები თუ მოაზროვნე ადამიანები ეთანხმება აი ამ პრინციპს. აშკარაა, რომ ბავშვების ცხოვრებაზე ზემოქმედებას ახდენს ის, რაზეც აკეთებს მშობელი. ანუ რისი თქმა გვსურს ჩვენ, რომ როდესაც მშობელი აძალებს ბავშვს, წადი ეკლესიაში, იმარხულე, ილოცე, წესიერად მოიქეცი და ამ დროს თავად არ არის აი ამ მაგალითის მომცემი, ცხადია ჩვენ შედეგს ვერ მივიღებთ რა. იმიტომ რომ ბავშვი პირველ ყოვლისა აკვირდება იმას, რასაც აკეთებს თავად მშობელი. ანუ პირველი მაგალითი, პირველი ქადაგების საშუალება არის ჩვენი ქცევა. თუ მშობელი მოიქცევა წესიერად, ის არის ქრისტეში სიყვარულით აღსავსე, ლოცულობს, თავად არის ნიმუში აი ამ ცხოვრებისა და ბავშვისთვის ის ხდება ავტორიტეტული. ბავშვისთვის არის ძალიან მისაღები და შედეგად ის პროტესტიც არ უჩნდება ბავშვს და ამ შემთხვევაში ეს საქმე უდიდეს ქადაგებად იქცევა. და სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენ ბავშვებისათვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს გამუდმებით ქებას მაგალითად. ისინი ეგოისტები, დიდების მოყვარები ხდებიან. მათ სურთ რომ მთელი ეს ცხოვრების განმავლობაში ყველანი აქებდნენ, ხო, ეს სულისკვეთება შეინიშნება. თუნდაც ეს ქება სიცრუე იყოს და სამწუხაროდ დღეს ყველა მისწავლა ეს სიცრუე, ამას იღებენ, ეს მათი საკვებია, ღმერთს არ სურს, ღმერთს სურს სიმართლე და სამწუხაროდ ეს ყველას არ ესმის და პირიქით ექცევიან ბავშვს და განუმარტოთ უნდა ბავშვებს, რომ ის ეგოცენტრული მე, რომელიც სულ მუდამ ითხოვს ადამიანისაგან დაკმაყოფილებას აი ამ ნებისა, ჩვენ მას უნდა მივცეთ შესაფერისი განმარტება და თავის ადგილზე დავაყენოთ. როცა მის აი ამ ეგოიზმს ვანვითარეთ, ამით მისთვის დიდ ბოროტებას ჩავდივართ ძმაუნდადან და ეს უნდა ვიცოდეთ კარგად. ჩვენ ხვდებით უფრო მიდრეკილი, ესე იგი საეშმაკო საქმეებისკენ, ვიდრე ღვთისაკენ. და თუ კი ჩვენ არ ვზრდით, ესე იგი ბავშვებს შესაბამისი ჭეშმარიტი ღირებულებები, არ ფიქრობთ, რომ სწორედ ესაა ის მიზეზი, რის გამოც ბავშვები ფუჭდებიან ძმაუნდადანო, რის გამოც ადამიანები შფოთავენ, ესაა ეგოიზმი, რომელიც მშობლებმა ბავშვობიდან ჩანერგეს ბავშვი და შემდეგ ვიმკით აი ამ მწარე ნაყოფს. ამას მიაღწია სწორედ ეშმაკმა ძმაუნდადანო და ზოგიერთი ფიქრობს, რომ რაშვაშია აქ საერთოდ სულიერი სფერო, არც ღვთის ჩარევას მიიჩნევენ მართებულად და მით უფრო ვერ ხედავენ აქ ეშმაკის ხრიკებს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სწორედ ეშმაკმა აქცია დედამიწა აი ამ საშინელ კატასტროფად, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ ჩვენს ყოფით ცხოვრებაში, ზოგადად მთლიანად ეკლესიის და მთლიანად სამყაროს ისტორიაში, ამას ვხედავთ ჩვენ, რომ აი ამ ლაბირინთებში, რომელშიც ადამიანი მუდმივად იმყოფება და გამოსავალს ვერ პოულობს, სწორედ რომ აი ამ ცთუნების ხელს ვხედავ და რომელშიც ჩვენ სწორედ რომ აი ამ ერთმანეთის გაგებაში გვიშლის ხელს. მშობლებისა საკუთარ შვილებთან, შვილებისა საკუთარ მშობლებთან, ასევე ურთიერთობაში სხვა ადამიანებთან, მეგობრებთან, პედაგოგებთან, საზოგადოებაში ყველგან შეინიშნება აი ამის დეფიციტი, ანუ ურთიერთობის, სიყვარულის, გაგების დეფიციტი, რაც ჩვენ ვერ ჩამოვაყალიბეთ ჯერ კიდევ ბავშვებში. ვინაიდან სწორედ რომ ბავშვი, რომელიც იზრდება მართებულად, მას უჩნდება სურვილი, რომ მისი სულიერი მდგომარეობა არ იყოს ზემოხვეული სხვა ადამიანებზე. ანუ ის არ ითხოვს ზედმეტს საკუთარი თავის მიმართ და პირიქით, რაც უფრო მეტს გასცემს აი ამ სიყვარულს, ამით არის ხოლმე ბედნიერი და პირიქით ადამიანი, ბავშვი, რომელსაც ჩვენ მხოლოდ იმას ვასწავლით, რომ შვილო, აბა შენიცი, აბა შენი სწავლე, აბა შენ ყველაფერი არ მოგაკლდეს, საჭმელი, სასმელი, სწავლა, განათლება, ინგლისური, ფრანგული, ყველაფერი ეს და უცხოეთში აბა ჩემო ბატონო
რა გინდა შვილო, სულო, გულო და ამ დროს მთავარი, როდესაც გვავიწყდება ჩვენ და მთავარი არის სულიერი აღზრდა, შესაბამისად ჩვენ მივიღებთ იმ ტრაგიკულ სიტუაციას, რაც არის ესოდენ საშიში ჩვენთვის და რა არის ეს ყველაფერი, საითკენ მიდის ეს ყველაფერი, ჩვენ ამას კარგად ხედავთ ზოგადად ჩვენ ცხოვრებაში, სულიერ ცხოვრებაში, ხედავთ რომ ბავშვები ფაქტობრივად გვეცლება ხელიდან, სწორედ იმის გამო რომ ბავშვს ვერ დავანახეთ თავისი გზა. და დასკვნის გაკეთება ესეთი შეიძლება რომ ჩვენ უნდა ვასწავლოთ შვილებს იცხოვრონ სიმდაბლით, უბრალოდ, არ ეძებონ ქება და ეს მუდმივი ქებადიდების მომენტი, უნდა ვასწავლოთ რომ არსებობს სიმდაბლე, რომელიც არის სულის სიჯანსაღე და თანამედროვე საზოგადოების აზრდა, წყობა აი ბავშვებს აზიანებს და საზოგადოებას სხვა ფსიქოლოგია აქვს, სხვა რაღაც პედაგოგიკაა დღეს მით უმეტეს ამას ჩვენ ვხედავთ ხომ? აბსოლუტურად სულ სხვა ჭრილში მიდის წამოყენებულია საკითხები მასმედიაში, სულ სხვა სულისკვეთება ღვივდება, სულ არის ეს პათოსი რომ მე მინდა ამას აყალიბებენ ბავშვი რომ ის უნდა იყოს კარიერაზე მზრუნველი და არასულიერებაზე მზრუნველი და ეს ყველაფერი იძლევა სავალალო შედეგებს ადამიანის ეგოცენტრიზმს აღვივებს და ასეთ აზრდაწყობას საერთოდ ადამიანი თავნებებისაკენ მიყავს, შედეგს ჩვენ ვხედავთ ბავშვებში და ახალგაზრდებში, მაგრამ ჩვენ არ უნდა უყვეთ მათ პირიქით, ვილოცოთ მათთვის, ვილაპარაკოთ ის, რაც სწორია, ვიცხოვროთ სწორად, ვიქადაგოთ სწორად და ცხოვრების წესი არის ყველაზე დიდი ქადაგება, მაგრამ არ შევეგუოთ იმ სულისკვეთებას, რასაც დღეს ამასოფელი გვთავაზობს ჩვენ. არ დავარღვიოთ ჩვენი სარწმუნოების დიდებულობა. ჩვენ მათ ვერ დავეხმარებით იმით, თუ კი მათნაირად აზროვნებას მივიღებთ. ანუ გულისხმობთ იმას, რომ როდესაც აი ამ ამასოფლის თავაშვებულ სულისკვეთებას ითხოვს ბავშვი და აი ამ გაქცევას იმ ჩარჩოებიდან, რომელიც იმ ზნეობრივი ჩარჩოებიდან, რომელიც მას მართებს, რომ შეასრულოს. ჩვენ ისეთები უნდა ვიყოთ, როგორებიც ვართ და უნდა ვიქადაგოთ ჭეშმარიტება, ნათელი და სწორედ ბავშვი აი ასეთი სულისკვეთების შედეგად აუცილებლად მიიღებს შესაბამის ნაყოფს და ჩვენ აი ამ სიხარულს შემდეგ მოვიმკით, როდესაც ბერდებით და ვხედავთ რომ აი ამ შვილებმა თავისი უკვე ცხოვრება სწორად წარმართეს და შემდეგ უკვე თავის შვილებსაც ასწავლიან როგორ უნდა მოექცენ და ასეთი ადამიანის სიბერეც ბედნიერია ვინაიდან ხედავს რომ შესაბამისი ნაყოფი მისმა აღზრდამ გამოიღო და ის ბედნიერი ხარობს აი ამ თავისი შვილების კეთილი ცხოვრებით, ბედნიერი ცხოვრებით და მზრუნველობით მოყვაზე. ეს არის ჩვენთვის ძალიან სასურველი, ჩვენ ამის წინ ვისაუბრეთ სხვა პრობლემებზეც ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით, რასაც ქვია ტელევიზორთან და კომპიუტერთან ურთიერთობა. ეხლა ვსაუბრობთ კიდევ სხვა საკითხებზე და ამ საკითხებზე მუდმივი მსრუნვა გვმართებს ჩვენ, რათა ჩვენ შვილებში გამოიღოს იმ ჭეშმარიტმა თესლმა სწორი მართებული ნაყოფი, რომელიც ესოდენ გვჭირდება დღეს საქართველოში და ჩვენ გვეცლება თაობა ხელიდან სწორედ იმის გამო, რომ არ ვიქცევით ქრისტიანულად და ის პროპაგანდა, რომელიც ანგრევს აი ამ სულისკვეთებას, რასაც მართლმადიდებელი ეკლესია და ზოგადად ეროვნული ფასეულობა გვთავაზობს ჩვენ ამის საპირისპირო სულისკვეთების და ესეთი ჯანყი, რომელიც დღეს გაჩნდა საზოგადოებაში და მათ შორის ახალგაზრდებში, აი ამას თუ დავაკვირდებით ჩვენ სოციალურ ქსელში, დავინახავთ ჩვენ რაღაც გარკვეულ სიძულვილსაც კი ჭეშმარიტებისადმი. სწორედ ეს არის იმის გამოხატულება, რომ ადამიანი, რომელიც იმყოფება ჭაობში და დასრულია ამ სიბინძურით, ცოდვისმიერი სიბინძურით, ის ცდილობს, რომ მთელი საზოგადოებაც მისნაირი ბინძური იყოს. და როდესაც ეკლესია ამხელს აი ამ სულისკვეთებას, ცხადია, ეს უკვე მათ არ მოსწონთ და იწყება ჯანყი სწორედ ეკლესიის წინააღმდეგ და სიწმინდის წინააღმდეგ და ეს არის ჯანყი ღვთის წინააღმდეგ და ღვთის წინააღმდეგ ჯანყს კარგი არასდროს მოუტანია არავისთვის და ამიტომ ჩვენც უნდა ვიცოდეთ რომ ეკლესიის
ცნებები, ეკლესიის კანონები, ეს რაღაც ტვირთი კი არ უნდა იყოს ძმაუნდა დანო ადამიანისათვის. არამედ უნდა იყოს გამოხატულება იმ სიყვარულისა, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია მისი ცხოვრების გზაზე და როდესაც ადამიანი აი ამ ცნებების შესრულებას იწყებს, მაშინ მისთვის ეს ტვირთი მსუბუქი ხდება, იმიტომ რომ ესე ბრძანა უფალმა ხო ტვირთი ჩემი მსუბუქარსო და უღელი ჩემი ტკბილარსო და აი ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ვშრომობთ. უშრომელად ცხადია არაფერი გამოგვივადა და აი მოდი დავიწყოთ აი ეს შრომა ყველა ჩვენთაგანმა პირველ ყოვლისა, როგორც თქვით თავშივე საკუთარი მაგალითი არის ყველაზე დიდი ქადაგების საშუალება და მოდით საკუთარი თავით დავიწყოთ ჩვენ, რათა შვილებმა შემდეგ სამართლიანად არ გვითხრან, რომ აი შენ თავად არ იქცევი ესე, მე როგორღა მასწავლიო. ცხადია ჩვენ თუ არ ვიქცევით წესიერად, ვერც შვილებსაც ვასწავლით, იმიტომ რომ მათ ამ შემთხვევაში სამართლიანი პროტესტი უჩნდებათ. მამა ვერ ეტყვის შვილს არ მოსწიო სიგარეტიო თუ თავად ეწევა ისე. შეიძლება უთხრას, მაგრამ რა შედეგი შეიძლება მივიღოთ ჩვენ ამით ხომ კარგად ხედავთ და სამწუხაროა რომ დღეს ეს არა მარტო მამას ხედავს სიგარეტის მწევას, არამედ დედასაც და ეს ერთი მაგალითია იმისა, რომ ჩვენ მივხვდეთ რაში ვართ ბრალეულნი და საითკენ უნდა წავმართოთ ჩვენი ცხოვრება, რათა ჩვენი შვილები აღიზარდონ კეთილი ზნეობრივი ცხოვრებით. ღმერთმა დააგვლოცოს და